დილა მშვიდობისა, მაღვიძარაში კიდევ ერთი სტუმარია, უფრო ზუსტად ჩვენ ვიმყოფებით სტუმრად. მიხვდებით ალბათ ცოტა ხანში დაინახავთ მას თავად, ეს არის თვით ნინა. აი დაგვაქრია ვერ მაცალე. როგორ ახარ? პირველი კითხვა. ცხოვრების სტილით ბუთუ ტოროლა? ბუდა ტოროლა. ბუდა ტოროლა, ხო საინტერესოა. ბუტუ. აი ბუტუ, იმიტომ რომ ვიძინე 4 საათზე, 5 საათზე ვიღვიძებ 9-ზე, ზოგჯერ 3-ზე და 7-ზე. რაღაცა ნეიტრალური. ნეიტრალური. ორივე არც ტოროლა. სიზმარი ნახე? ნახე რომ თმა შევიჭერი ძალიან და ძალიან მინერვიო. თელეგრამ მეზოშობოდი. დავიტანჯე ესეთი იყო რომ აი ამ ხელათ მაქოთ და პირველი მას ვფიქრობდი რომ ვაი მე მხელას დავჭე რომ დავიგრძელო თქო რა და თელეგრამ მეზოშობოდი თმას და ბედნიერი ვარ მაქვს. გილოცავთ მაგრამ. მადლობს. უკუღმართი ვარ, ჯერ ვყავს და მე შევდივარ ვანაში, თორე ვანაში დამეძინება. და ძილი დაახლოებით ეს როგორ პოზაში გიყვარს ხოლმე? მუცელზე მძინავს სულ არ შემიძლია არც გვერდზე არც ესე განახვა დამჯდარს თუ გიცდია? დამჯდარს მიცდია? არა, ეს შემთხვევით თუ ჩამეძინება. აი, ეს მომძინავს სულ. აი, ესე ძინავს ნინას. აი ეს. ანეს. ანეს. აბა, ძინავს ხოლმე დამჯდარი. ეხლა თუ დაიწინე. ეხლა დამჯდარი? ცოდო? ცოდე. არ მეძინება, არა გავიღვიძე უკვე. ესო. ეს გამთხილებულია რომ არ უნდა გამაღვიძოს და ეხლა როგორ მაღვიძებს ხოლმე იცი? არ გაიღვიძო, ხვდები? რომ აღარ გამაღვიძო თქო ყოველდღიურად ვეუბნები და ეხლა მოდის რომ არ გაიღვიძო ნინა, არ გაიღვიძო. ანუ შენი მაღვიძარა ბავშვები არიან. მაღვიძარა თუ გაქვს? მაქვს და ორი მიდას ხოლმე ერთი ტელეფონის, ერთი ჩვეულებრივი და ერთ-ერთი ვერ ჩვეულებრივი რომელი? მამა პაპური და ნუ ვერ ვეღვიძო. აღმოვაჩინეთ მე მგონი, გადაცემა მაღვიძარა ეძებს ნამდვილ მამა პაპურ მაღვიძარას და თუ შენთან აღმოვაჩენთ სახში მაღვიძარასგან მიიღებს. არა, ჩვეულებრივი რაღაც. ესეთი დიდი, მასეთი არ არის, რაღაცა პატარა ბანძი, просто ხამა აქ რაღაცა ჭყავის და გაჩვენე. ყველაზე საინტერესო ის არის რომ საერთოდ ვერ ვიგებ ხმას, ხვდები? არ მესმის მაღვიძარა რომ ყურში ჩამ რაღაცებს რომ წივის და მუშობა არ მესმის ხმა რა. ეს თვითონ იღვიძებს და ბოლოს ერთ-ერთი ესეთი რამე გააკეთა ბავშვმა რომ ძალიან მერდება რომ თქვა, მაგრამ უნდა ვთქვა. 1 2 3 წავიდა. თვითონ ადგა ჩაიცვა ისაუზმე და წავიდა, ესე რომ ვერ გავიგე. ხვდები რა სიფრთხილე. რითი წახვედი? ტაქსი აკითხავს ქვემოთ, მაგრამ მაინც ხო დედა ხარ და ვალდებული ხო ხარ და ისე ვინერვიულებ რომ გამიღვიძე და ბავშვი არ იყო სახში რა მე ვიტირე და მე სკოლაში ავაკითხე რომ ბაიბი შვილო ბაბათი მაგრამ მე პრობლემა არ არის ეზოში აკითხავს ტაქსი. გავარკვეთ უკვე როგორ იღვიძებს ნინა და ახლა ვიპოვის მაღვიძარას ცოტა ხანში დაგიბრუნდებათ გადაცემა მაღვიძარა პირდაპირ. გავიეთ ყავა გრძელდება გადაცემა მაღვიძარა და ძირითადად 21 საუკუნის შოუ-ბიზნეს მოღვაწეები მობილურით იღვიძებენ ან ბავშვების ხმით. მაღვიძარა ყველა სადღაც დამალული აქვს. სანდრო იპოვის ხო ხომ მაღვიძარას შეიძლება აღმოვაჩინოთ ცოტა ხანში. ეხლა ვის უნდა ჩაი, ვის უნდა ყავა? შენ რა გინდა? პირველი კითხვა. ჩაი გინდა? გადავჭით რომ ფაფა არ უნდა ეხლა ამას. ფაფა ხო არ გინდა? კაი გოგო ხარ. ჩაი ყავა გინდა? მე მინდა. შენ გინდა ყავა? და შენ რა სიზავს? ვერ აღმოჩინე? საწავიღეთ აბა. მაღვიძარას ეს დამალული იქნება უეჭველი. მოდი სანამ ის იქნება მე ყოველ დილოს რო ვიღვიძებ ვკითხულობ ხოლმე ლოცვებს და დილის ლოცვას წავიკითხავ თუ შეიძლება. დღეს წავიკითხავ მოკლე ლოცვას. თავსაბურავი? არა, იცი რა არის? თავსაბურავის გარეშე ვკითხულობ ხოლმე. კარგი. ეკლესიაში თავსაბურავით და სახში ესეც შეიძლება. ეხლა შეიძლება დღე დავიწყოთ. დაიწყო დღე. ხო, რაღაცა მშვიდად ვარ ხოლმე, ლოცვით დამავიწყდა რომ წავიკითხო. ეს ძალიან მშვიდად ხდება. სულ მგონია რომ რაღაც ცივილი შემოწყეს იმას და მე რაღაც სადაც არ უნდა ვიყო ვაჩერებ და ვკითხულობ ხოლმე. ზოგადად გიგონი ვარ ხალხს, მაგრამ არა უშავს.
სანამ ყავა დუღდება მოდი აბებანაში. ყავა და არა ვარჯიში გამომხნევებელი. სამწუხაროდ და ნუ აი როგორც ეს ბოლო 3 წელია ყოველი სექტემბრიდან ვიწყებ ვარჯიშით ვითომ დილას და არა ყავით. მაგრამ აი ეს სექტემბერიც ესე დაიწყო რომ ყავით იწყება და არა ვარჯიშით და რა გავაკეთო არ ვიცი და აშკარად საჭიროა ვარჯიში. ანუ ვარჯიში რო დაიწყებ შეეშვები ყავის დალევას და არა მარტო ყავის დალევას. არამედ ну რაღაცა სიგარეტი რაღაცები ხო რა. ну საჭიროა უკვე ჯანმრთელი ცხოვრების წესი თვითცხოვროთ, იმიტომ რომ მე პირადად აღარ ვარ 15 წლის და ну საჭიროა და არ მინდა რომ ადრე დავგვერდე, ანუ და აქტუალურია ამ ბოლო დროს რატომღაც დილით საუზმეს არავინ არ მიირთმევს შენ. მეც არა, მე მარტო ყავას ვსვამ და მე 1-2-3 საათში მინდება საუზმე და ხანსად ვარ ქუჩაში უკვე საქმეზე და იხელს მიშლის. ხვდები ეს არაწესიერი ის რა ქვია ჩვევა ხვდები? იმიტომ რომ საქმეზე ხარ აშკარად თუ არ ვისაუზმე მე რო ხელს ვიშლის არ შემილია თაბრუნე ხოვა დროს კარგავ და საჭიროა რაღაცნაირად 9-ზე 2-ზე და 6-ზე რომ რაღაც ძალიან რომ ესე დავალაგო ჩემი გივარჯიშია როდეს მქონია პერიოდი რო როგორ არა პერიოდულად სულ ვარჯიშობ რა ვარჯიშებს აკეთებდი სახში ვაკეთებ ხოლმე რაღაცა უფრო ეხლა ესე რო ვქნას გამეხთება და მე დამიკავე ნუ რაღაცა ესე რაღაცები ეს რაღაცები ეს раз 2 3 4 раз 2 3 4 ნუ რაღაცა ეს ლაინთად ხდება პრესის ვარჯიშები და ისე აი წელიწადის განმავლობაში აი არ არსებობს ორი თვე მაინც ვარჯიშობ, უბრალოდ ცურავ ხოლმე, მაგრამ მე მეზარება უკაცრავად ტელეფონია, მე მეზარება ხოლმე. ხოი რა. რა შვები და რაღაცას ვაკეთებ, მაესტრო, ნუ რაღაცას წერთ და დაგირეკავ მე 2 საათში, კაი? მოკლედ, ცოტა ხანში დაგიბრუნდებით, მანამდე გავარკვევ ყავის მომზადების ნინასაულ რეცეპტს. ყავის მომზადების რეცეპტი თუ აქ საკუთრებული. თავიდან მაგვიძა რომ ცოტა ხანში დაგიბრუნდებათ, მანამდე გავარკვევ ნინას თუ აქ რაიმე ყავის მომზადების საკუთარი რეცეპტი. ყველი გამოვიღოთ. ანუ თავდაპირველად ბავშვებს ეკითხები რა გინდათ, მაგრამ ჩაიდან დუღდება მაინც ყავისთვის. ბავშვებს როგორც წესი უნდათ ხოლმე რაღაცა. ან კარაქიანი, რა? იყო შეჭამა? კარაქიანი პური დილით როდის ჭამე ბოლოს? კარაქიანი პური ბოლოს ჭამე ორსულად რო ვიყავი. ძალიან მიყვარს. აი იცი როგორ მიყვარს კარაქიანი პური რო აი ძალიან და ნუ იქიდან გამომდინარე ცამელს საერთოდ არ ვჭამ. ორსულად რო ვიყავი, მე კარაქიანი პური ვჭამე რომ 28 კილო მოვიმატე. ხვდები? თუ მაგიტო აღარ ჭამე? მაგიტო არ ვჭამე, ბოლოს ჭამე, სანამ სანდრო გაჩნდებოდა დილას, იმ დილას და ნუ რა ვიცი, ახლა ერთადერთი შანსი მაქვს თუ მეორეშიც გავაჩინო კარაქიანი პური ვჭამე რა. აი ასეც რია კარაქიან პურებს ერთ ფინჯან ყავაზე. ყავაზე რას ვიზამთ მართლა. ეხლა ეს ხაჭაპური საერთოდ ვცდილობ რომ აი ცხოვრების რაღაცა ცხოვრება შევემსუბუქო და ნუ არია. ბევრი სახში აი იყლიყო შევწვა რა. მიჩვენე ხაჭაპური ამოუტანო რაღაცა ვიდრე ვაცხოვრა რა. აი რატომ გამომეცხრეთ საიყიდო ყველა ვიცის რომ აცხობს. ნინა ხაჭაპური. აი ვაცხობ, აღარ ვაცხობ. იყო დრო როცა ნორმალური ვიყავ. ცომი დროჟი და რამე. კი გაიხედეთ ეს. ხოთალეცად მე გამიმართლა რომ ჩემი შვილი არ არის რაღაც ისე დიდად მოყვარული რაღაცების და ძალიან სუბუქად რა საუზმეთ სადილით სუპები არ უყვარს აქედან გამომდინარე არ ვაკეთებ სახსუპს სასისკი შევწარი კარტოფილი რაღაცა მაკარონი აი ეს ძალიან სუპი პილმენი გამიმართლა ამ ხელ ძალიან სუდია ალბათ მაგრამ არ ჭამს რამდენიც გავაკეთებ გადავასხი თუ რა ქვია გადასხმაქვია. ხო, გადასხმაქვია, გადავასხი. აქედან გამომდინარე რაღაცა მარტი სამზარეულოში თავს არ ვიკლავ ასე ხო. ბევრი ყიყვიყო და რაც ჩემი და ჩემთან ერთად ცხოვრობს, აი დედა ჩემია. ხვდები როგორ მიყვარს, აი მეც ჩემი და მიulis და ძალიან ბედნიერი ვარ და ხა მიდის მოსკოვში და რა მეშველება არ ვიცი ოღონდ რა. რა ეშველება? დედა, ირა დედა. ამ დროს მე ვარ უფრო. ყავის მომზადების შენებულ რეცეპტზე ვსაუბრობდით. განსაკუთრებულად ამზადებ? თუ იცი რა, მე იქიდან გამომდინარე რომ უშაქრო ყავას ვსვამ, ზედმეტად რაღაცა უგემურია ხოლმე ჩემი ყავა რა. მაგრამ აი ცივ ყავის
ციუყავას ნაყინით მაგაზე კარგად ციუყავას ყველაზე ნაკლებად მიირთმევ ხო, ციუყავას, არა, დილით არ ვსვამ, ზაფხულში ვსვამ ხოლმე ძირითადად რა, ციუყავას და ზამთარში არ ვსვამ, თუ არ მახსოვს, ზამთარში არ ვსვამ ხოლმე. მოკლედ არ გვახსოვს. აი ესე არა, ნუ ცივიყავა, ნუ რაღაცა თავიდან შაქარი. ეხლა რო უყურებ დილას მშიერი რო იღვიძებ, არ გინდება. ჯერა, იცი რა, მართლა არ მშია ეხლა. შეიძლება ეს მომინდეს ეხლა 2 ან 3 საათში. ჯერ ხა დავიო ყავას. მაგრამ 1 საათში მომინდება, მაგრამ მაინც არ შევჭამ. ჩემი საუზმე არის ხოლმე ან სალათი, ან ყველი, ზოგჯერ შეიძლება შავი პური და ყველი. ან ასეთი რაღაცა რა მსუბუქად არასოდეს რაღაც ესე მაგრამ მაინც არ მივჩნევა მაინც რაღაც ესე რომ ყოველს გონიერად ძალიან ბევრს მაგრამ ესე რაღაცა ყველა იფიქრებს რომ ამას სამივე ხო სამივეს მე შევჭამ ხო მაგრამ არა 1 2 3 ვიწყებთ ყავის მომზადებას მეც ერთ წამს ანუ ყავის მომზადებას დავიწყებ არა ეს რაღაცა პატარა ეს არის სტრიპტის შოუ ეს რა რა შვები დროს კი არ გაიხადა. კარგი ის არის ვერსია, სტრიპი. ყოველდღიურად ესე ამცადე. ადრესი გეშინია გაფიცე. ჩვენ ესე მხიარულად ცხოვრობთ 2 საათი ესე გიждდებიან ერთმანეთს, მე 2 საათი. დილა ხმაურიანია მოკლედ. საოცრებად. ეხა ამოიჩემო პატარა ლილუ და სტიჩს უყურებ მეოთხე თვეა ყოველ დღე. არ აინტერესებს სხვა მულტფილმი, არანაირ ლილუ და სტიჩიდან აიცი რა მჭირს რომ აი სერიოზულად ალერგია მე. ანუ არ არის სასარგებლო დილით მულტფილმები? აღარ შემიძლია სუბტიტრი. გაჩნია მულტფილმს და დოზას. ანუ შეიძლება დღეში 10 წუთით უყურე სხვადასხვა რაღაცა მულტფილმს და შენს რაღაცა ისიამოვნო ხვდები და აი ყოველდღიურად ერთი და იგივე მულტფილმი, 2 სერია საშინელება ხვდები? აი ძალიან ძნელია, მაგრამ ესეა. აი რა დღეში ვარ, თან წამალი, თან ყავა, თან რაღაც. ყოველდღე ცვალ წამალს. ანუ ეხა გვახველებს და გავაღებ დიდი პირი. ქაოსია დილას როგორც მივხვდი ნინას ოჯახში. შენ ნახე ეხა, წავა ხო იწყება ეხა. მე უნდა ნახო რა იქნება, საშინელება. მე ამ ყველაფერს ისწახოს რომ სანამ სახლიდან გავა, კესო გთხო. ტელევიზიაში რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ტელევიზიაში ეშინიათ მიდასთან ბავშვებს. რასაც ვერ იწყოს დედაზე და ასე შემდეგ. ვინ უნდა გაგაღვიძოს რომ საშინლად წავიდე შენი დილა ხმაურმა მეზობლებმა ბავშვების ყვირილმა ნუ ეს ისეაცია ბავშვების არანი ბავშვები მოვიჩვიე, ხვდები როცა არ არიან, ხვდები ხოლმე რომ ავათხუარო რატო არ ზოგჯერ. მე ესეთი აბსოლუტურად როცა პიკი არის, ორივეს, მამა, დედა, ვურეკავთ, აი ბარგი რაც რამე აქვს, აი ეს და აი ესე უშევთ ხოლმე რა ბავშვებს რომ ცოტა აზე მოვიდეთ, ხვდები რომ შეუძლებელი ხო ხედავ რა ხდება სახში. ყოველდღიურად ესეთი სიტუაცია მე პირადად არ შემიძლია, გამწვავ მჭირდება 2-3 დღე მაინც რა. ის 2-3 დღე მე და ჩემ და ვნებიურობთ ანუ რაღაც. აი განსაკუთრებით ტვირთად რომ მარტო დარჩენ ბავშვებს რომ ჩაულაგებ და გაისტუმრებ და გაგაღვიძოს მეზობელმა ხმაურით. რას მეზობელმა? რას ვიღამ ხა იქიდან გამომდინარე რა. შეიძლება ძალიან მინდოდეს რომ ვეჩხუბობა გინო რაღაცები, მაგრამ არც არ ვიზამ და არ ვიცი და გავაგზავნებ მე ძილს ალბათ. ჩაალაგებ და შენ წავა. ჩაალაგებ და ხო შეიძლება. მაგრამ ბავშვებთან არ წავალ არ მინდა. აი როგორ შეიძლება რომ დილად ცუდად დავიწყო. ცუდი ინფორმაცია? ნუ აი არიან ადამიანები რომელიც არ შემილია და აი მაინც და მაინც გავიღვიძებ მე მესიჯებია ხოლმე და ძალიან ცუდია. იხსნება იქ ვიყავი. არ მაინტერესებს პრინციპში რა დავკითხულობ. და ეხა ეს გიფუჭებს თვალ დილას თუ დღეს? არა არც დილას და არც დღეს და არც ცხოვრებას არ გავაფუჭებ, არავის ნამდვილად პირდები, მაგრამ ну არ მინდა რა შეიძლება ვიგინდეს რომ რაღაცა სხვა მესიჯი იყოს და რაღაც სხვა და რაღაცა მაინც ის არის და ძალიან ცუდია ხვდები რა ზადრი ნინას ტუალეტი თუ გაინტერესებთ დილის დაგებრუნდებით რამოდენიმე წუთში მაშინ ასე ვაგზავნებთ მაღვიძარას ნინას დილის ტუალეტით ხო პირველი რას აკეთებ როცა აბაზანის შემოდი პირველი ვიკრავთ მას
მაგრამ ახლა ჩემი თვისამამდე სად არის? არ ვიცი, აი აგარ არის მოგონი. სიზმარი რო აღსრულებოდა ვეღარ ვეღარ შეიკრავდი. შევიკრავდი. საშინელი რა ბედნიერება, რომ სიზმარი იყო მართლა. აი ამდენი ვისია დღემდე არ ვიცი. რა საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. ჩემ პადრუგები რჩებიან ხოლმე და თვითონ როგორ არჩევენ ამდენს არ ვიცი. ალბათ შეხედე ამდენ. ერთი შენი იქნება. ერთი ნინა შენი იქნება, ხო? ხო. დამიტარი. ყოფილ ხართ, რამდენი ხართ ღმერთ მაგავრა. ყველა ჩემი. შენ არა. ესეთი ცხომა. გვაცალე რა, კაი? კაი. რას შვები პირველ რიგში და გაჩვენებ ახლა რას შვები. პირველ რიგში ვიწმენთ სახეს. და უპირატესობას პარფიუმერულ საცხებს ანიჭებ. უკვე მას ძალიან არა ხალხურ დავუშვებ. არა, ძალიან მედიცინას. ეს მომწონს. ძალიან ეს სუნის ძალიან კაი. ნახე სუნე. აი და რაღაცა გრილია და კარგია რა. სახეს. ხო, აგრილებს სახეს. ვიწმენთ ხოლმე აქ რაღაცა. მაგიაჟს თუ იკეთებ დილით? ძალიან ნაკლებად, ძალიან იშვიათად რა. ძალიან ხშირად დავჯება რომ მაკიაჟეთ, იმიტომ რომ არ არის საჭირო ყოველდღე რომ მაკიაჟეთ. მე ესე ვთვლი, მაგრამ ზოგჯერ არის რომ ძალიან არეული ხარ სახეზე და ამ შემთხვევაში ვიკეთებ ხოლმე. შენ შემთხვევაში დიდ სათვალეს გავიკეთებ და დავდივარ რა. დადი. ხო, რა და დავდივარ რა, ესეთი მომენტია, ჯობია. მე რა თქმა უნდა რაღაცა ტბილების გახე, ხო მე დუშს ვიღებ. ალბათ შენი არიცი რომელია ჩემი ვიცი. რამდენ ხანს ანდომებ საკუთარი კბილის ჯაგრისის მოძებნას? პირდაპირ ვიცი. პირდაპირ. გამოვაძლებ. ხო, იმიტომ რომ ჩემ მეგობრები რჩებიან ხოლმე და ყველას თავისი აქვს და რაღაცა ზოგს ორი აქვს და რაღაცა ესე. და ძალიან მიყვარს ტანის მოვალა, ანუ დუშის მერე ყოველთვის არსებობს რაღაცა სპეციალური ტანის მასკები სმართფონზე, ნუ ყოველდღე რა თქმა უნდა არა, მაგრამ რაღაცა პერიოდულად და მერე აი ჩემი საყვარელი ფილმი, აი გიჟდები CK's ედიტორიაზე, აი არ შემილა, აი ყველაფერი მაქვს ამისი და ეხლა რომ გამითავდება, ალბათ ბას არ უნდა მქონდეს თვლი რომ ყველაზე მაგარია. აი ხა ამ ბოლო დროს უკვე სტუდიაში დავიწყე სიარული, აქამდე ნაკლებად დავდიოდი. და რა ვიცი, ზოგჯერ რაღაცა სახლის საქმებზე ანუ რა შუქის ფული გადაიხადე გაზ თბილგაში ჩხუბები მაქვს ხოლმე. და ესეთი დილა რო იცი წინ გელოდება როგორ ხასიათზე როგორ ხასიათზე ვარ, საოცარ ხასიათზე, იმიტომ რომ თბილგაში თუ არ მისასვლელი ვიცი რომ ეჭალუნა ვიჩხუბოს, უმაჩხუბებან ხოლმე და ქოფაკი ხალი უგონი ვარ ყველას დედას ვიტავარ სულ ჩხუბობ. არა და ეკრანიდან ესეთი არ ჩანს. ხო შეიძლება სხვანაირი მეგონი და სოფიანი ყოფილიყარ ერთმანეთს და მაჩხუბეს და ამან. და გააჩერებ რა ბურთი. ხო, კიდე რა შვები, ჯერ არ მინდა რაღაც ისე ხმამაღლა თქო, მაგრამ რაღაცა ვაპირებ ახალი საქმე დავიწყო და ინფორმაციას ვაგროვებ ამ საქმესთან დაკავშირებით, რაღაცა, ანუ ვყალიბდები რა, არ მინდა ჯერჯერობით ხმამაღლა, იმიტომ რომ 100% არ არის გადაწყვეტილი და ბოლო 2-3 კვირა ამ საქმით ვარ ძალიან დაკავებული რა. ამ მასალას ვაგროვებ და ვფიქრობ რამდენად ღირს თუ არ ღირს ამ ყველაფერს გაკეთება, მაგრამ რაც უფრო ვფიქრობ, ვთვლი რომ უნდა გავაკეთო აუცილებლად. ჭყალებში და ნამიოქსაც არ მოგწე? მე ვიტყვი რომ არის ფრანგული. პირველი ასო და ბოლო ასო თქვი. ფრანგული ფრანგული რ. და ბოლო ასო იტალიური ელ. ფრანგული რ. ი. ბოლო ასო ი. ჩაოლებრად ცხოვრობ როგორც ყველა ადამიანი, აი აღარ შემიძლია. არა ჩაოლებრივად მაინც, იმიტომ რომ ესეთ ხმაურში ხო თაზე ფონი არის ბავშვების ხმაური, ნინას ზავში დილას ყოველთვის. რატო? რატო არ გინდა? არ გიყვარს. ვინ არ გიყვარს? ტელევიზიაში. ეხლა კარგად მოიქეცით ქოვეონები და ხო? აი ეს რა არის? აქ არ ვარ ჯიშო. ოფსე.
შეგიძლია ივარჯიშო ბევრ რამეში. მე ანუ ყოველდღე დამოვიდე და ვივარჯიშე. თან ლიფტი ხო არ იყო, ეს უკვე სხვა ვარჯიშია. შორის ნახსოვი, რომ ნინა ცხოვრობს მე-9 სართულზე, სადაც ლიფტი არ მუშაობს და იგივე ვარჯიში გამოდის დილის გამომხნევებელი, და მინდა გითხრა, რომ 3 დღე გარეთ არ გავსულო რა ყველაფრის გამო, რომ აი არის შემილია. ნუ კაი ჩასვლით ჩახვალდა. ხო, ჩვენც ამოსვლის ვივარჯიშეთ და ეხლა ჩასვლა ჩასვლასაც ადვილია, ვივარჯიშეთ და ესე. მოკლედ, დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენს გაგვავარჯიშე და მე შემიძლია როგორ გააგრძელებ დილას. მადლობთ. მადლობთ ნახვამდის. სამწუხაროდ ნინას ბინაშიც ვერ აღმოვაჩინეთ. მაღვიძარა, როგორც ჩვენ უწოდებთ, მამა პაპური, მაგრამ იმედია გამოჩნდება ასეთი რესპონდენტი, რომელსაც სწორედ ასეთი მაღვიძარა აღმოაჩნდება. გემშვიდობებით, კარგად.